მოდით დავიწყოთ ისევ მაინც დაკავებულებით, რომელიც ახლა თქვენ რომ იყოთ სახალხო დამცველის ამპლუაში, აბსოლუტურად სხვა სიტუაცია გვექნებოდა მათ თავს, მათთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია, სისტემური მიდგომა იქნებოდა მათ მიმართ. სამწუხაროდ ასე არ გამოვიდა, მოქმედი სახალხო დამცველი ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, საერთოდ ვერ გავიგეთ რა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ გადავდოთ ეს გვერდით. მასშტაბების სისტემური უფლებადარღვევების და სისტემური უკვე ჩამოყალიბებული არ მხოლოდ აღქმა, არამედ ფაქტობრივი დადასტურებების, რომ საქართველოს ხავს პოლიტიკური და სინდისის პატიმრები. დიახ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სხვათა შორის ჩვენ რომ სამოქალაქო საზოგადოებას რაიმე მანდატი გქონდეს, მათ შორის სახალხო დამცველსაც, რაც შეუძლია ახლა და რაც მნიშვნელოვანია რომ გაკეთდეს, ეს არის ინფორმაციის შეგროვება, ანუ მონაცემები. ჩვენ ვართ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ვაგროვებთ ინფორმაციას დაკავებულებზე, დაჯარიმებულებზე სისხლის სამართლის წესით, პასუხისმგებლობაში, დიახ, დაწამებ ხალხს და ასე შემდგომ, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა მაინც არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სურათის დასანახად. ახლა დაახლოებით 80-90% ამ ადამიანების არის სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატების მხრიდან დაცული და ეს ინფორმაციები მაინც მონაცემთა ბაზებში ჩვენთან გროვდება, საჯარო ინფორმაციებსაც ვაგროვებთ, მაგრამ სურათის დასანახად მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ჩვენ უნდა შევხედოთ მათ შორის გაზაფხულის აქციების დროს მოვლენების განვითარებას, რომელიც სამწუხაროდ იმის გამო, რომ კიდევ უარესი და უფრო დრამატული მოვლენები მოხდა, გარკვეულწილად უკანა პლანზე გადავიდა და თითქოს დავიწყებასაც მიეცა, მაგრამ ეს რეპრესიები, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში ვნახეთ და ეხლაც გრძელდება, არის სწორედ იმ დაწყებული რეპრესიების გაგრძელება. იმიტომ რომ თუ ჩვენ შევხედავთ მასშტაბს დაკავებულების გაზაფხულის აქციების დროს და შემდეგ უკვე ნოემბრის შემდგომ, ეს იქნება ძალიან დიდი ციფრი. მე არ მინდა ეხლა ზუსტად რიცხვი დავასახელო, ჩვენ ამ მონაცემებსაც, ესე ვთქვათ, დავამუშავებ, გულისხმობ ადმინისტრაციული წესით, რა თქმა უნდა. 1000 გადაცდენილია, თუ 1000-ობით შეგვიძლია თქვა. ნუ 1000-ობით ალბათ არა, მაგრამ ეს 100-ობით რომელიც გადაცდენილია 1000. შეიძლება ორჯერ მეტიც იყოს, ვიდრე ჩვენ ეხლა გვაქვს ეს ციფრები და სახალხო დამცველს შეეძლო რომ ამისი შეუძლია, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ხელი ისეთ ცნობებზე, რაზეც თქვენ არ კი ბატონო, რა თქმა უნდა, მას შეუძლია რომ ჩემი რჩევა იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს აკეთოს, ვფიქრობ რომ რეგულარულად ოფიციალური მონაცემები, რომელზეც მას უფრო რა თქმა უნდა მიუწყდება ხელი, იმიტომ რომ მას შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს და შეიძლება არც უპასუხონ, იმიტომ რომ ესეთი პრაქტიკაც იყო ჩემ დროსაც და ახლაც იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა მეტი ბერკეტი აქვს ოფიციალური მონაცემების რეგულარულად გამოქვეყნებისთვის. ხო, აქ საინტერესოა ქალები, მამაკაცები, არასათანადო მოპყრობაზე რამდენი საუბრობს თუნდაც წლის განმავლობაში და არა მარტო ბოლო 2 თვის მოვლენებზე, იმიტომ რომ ძალიან ძიმე შემთხვევები ქონდა გაზაფხულზეც, ხო? რამდენი ყველა საქმე გამოუძიებელია და ესეც ერთობლიობაში უნდა ამასაც ერთობლიობაში უნდა შევხედოთ, ან თითქმის შარშან მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზეც კი, ანუ პოლიციელთა მხრიდან პირდაპირ ეთერებში კამერების თვალწინ მომხდარ ძალადობაზე, ძალიან მძიმე ძალადობაზეც არავინ დასჯილა. ამიტომ ეს მასშტაბი სინამდვილეში რეპრესიის რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო არაადამიანური მოპყრობის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობის, უკანონო პატიმრობების, საჯარო სამსახურებიდან, მოქალაქეთა გათავისუფლების და ბოლოს უკვე მძიმე ფინანსური სანქციების, როგორც რეპრესიის ფორმით, ესე ვთქვათ, გამოყენებამ და კიდევ ალბათ სხვა სფეროებში და სხვა ბერკეტებით გაიშლება, სავარაუდოდ მომავალშიც რეპრესიები, ამ ყველაფერს ჩვენ ერთობლიობაში უნდა შევხედოთ, მთლიანად აი რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე, იმიტომ რომ ეს არის ერთი ციკლის და ერთი ჯაჭვის ნაწილი. ნინო, აი როდესაც ამდენი თვალნათელი, ხილული, ფაქტობრივად დასაბუთებული ტყუილია პროკურატურასა და სასამართლოს შორის მიმოცვლა მიმდინარეობს, აი ამ წინასწარი დაკვეთილი ბრალდების, შემდეგ გაფორმებული უკვე განაჩენების ხომ და ჩვენ ყველაფერს ხედავთ, საკმარისზე მეტი ხალხი აპროტესტებს ამას ქუჩებში, მაგრამ სისტემა უკან არ იხევს. აი ამ შემთხვევაში რა ბერკეტი რჩება სამოქალაქო საზოგადოებას, აქ მხოლოდ თქვენს სექტორს არ გულისხმობ, ყველას ერთად გულისხმობ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ამისი თავდაჯერებით თქმა შეგვიძლია, ვისაც დღეს აქვს პროტესტის გრძნობა.
დიახ, მე მესმის ყოველდღიურად ძალიან მძიმეა ემოციურად ამ ყველაფრის ყურება, ამდენი უსამართლობის, თუნდაც იმ ადამიანური ისტორიების, რაც თითოეული დაკავებულის უკან და მათი ოჯახის უკან დგას. ძალიან მართლაც ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაც რეალობაც არ არის და თითქოს ფილმებში და გადმოცემულ ამბებში შეიძლება მოგვესმინა, ხომ, ისეთი ისტორიები, რომ აი ერთ-ერთი დაკავებულის ძმა არის დახვრეტილი 92 წლის მიტინგზე, არ ვიცი, ისეთი რაღაც ადამიანური და თუნდაც მაგალითად ხო ყველაზე მთავარი პაციენტი კი ბატონო ახობაძეს გიორგი ახობაძის შემთხვევა დედასთან როდესაც ავადმყოფი დედა დაეღუპა რეალურად იმის გამო რომ ვერ მოუარა ალბათ და ის ამბობდა რომ მე შემეძლომისთვის სიცოცხლე გამეხანგრძლივებინ არის ისტორიები ერთ-ერთი დაკავებულის დედა ყვებოდა როგორ იშვილა უდედმამო ბავშვი მისი მეზობელი და ეს ბავშვი ახლა ეს ახალგაზრდა დღეს არის პატიმრობაში 13 სტუდენტი პატიმარი დავთვალე თუმცა რიცხვის სისხლისამართლის წესის დაკავებულების ასაკი 19-დან იწყება ერთი ქალი პატიმარი ყავს სისხლისამართლის წესი თუმცა ადმინისტრაციული წესი ძალიან ბევრი იყო დაკავებული და სხვათა შორის ძალიან ასე ვთქვათ მძიმე ამბებს ყვებიან ქალი დაკავებულები იმიტომ რომ მათსეც ისევე როგორც კაც დაკავებულებსაც პოლიცია ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის იყო გენდერული, ესე ვთქვათ, ძალადობის, სექსუალური შევიწროების, გაუპატიურების, მუქარის და სხვა ტიპის ღირსების შემლახავი მოპყრობის შემთხვევები. ჩვენ გვახსოვს ანდრე კვარ გვახსოვს რა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ანდრე კვარაცხელიას ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლემ რომ ჩხრეკის დროს გახდა ეს ქალბატონი მეუღლე პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და მან ორსულობა შეუწყდა იმ გადატანილი ფიზიკური ძალადობის და ესე ვთქვათ ტრამვის შედეგად რაზეც ისაუბრა ძალიან მძიმე ისტორიები არის როგორი ხალხია არა დაკავებული და მე მგონია რომ აი პროტესტზე ვინც დგას გააზრებულად შეგნებულად და ასე ჩანს ჩვენ ვერც ერთი ადამიანი ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ ვერ ვიპოვეთ ამ პროტესტებზე შემთხვევით მიკროფონს რომ მიუშვებდა რომ ამ აღმოჩნდება მიკროფონის წინაშე რომ ვერ ჩამოაყალიბოს რატომ დგას იქ დასაბუთებულად გააზრებულად გულწრფელად და თავგანწირვით ხომ როგორი ხალხი აღმოჩნდა ერთი ადამიანი ვერ გატეხეს ამ დრომდე ერთს ვერ ათქმევინეს ის რაც უნდათ რომ ერთმა პატიმარმა მაინც თქვას ვინმეს დააბრალოს ვინმეს ხელი დაადოს ეს ხომ არ არის შემთხვევით კი სხვათა შორის არის მცდელობები აი ამ დაკავებულების საქმეებს რომ გაეცნოთ და ნახავთ რომ არაერთი პატიმარი საუბრობს რომ პატიმრების შემდგომ დაექვემდებარნენ თქვათ ფიზიკურ ანგარიშწორებას ზეწოლას იმის გამო რომ მათ ხელი დაედოთ ვიღაცაზე სხვაზე და არც ერთი არ გამტყდარა და უფრო მეტი ვიტყვი რომ მე მაგალითად და ჩემნაირებს და ალბათ ჩვენნაირ ადამიანებს ეს ხალხი უფრო გვაძლიერებს ანუ დაკავებულები ციხეში მსხდომი ეს ადამიანები მათი მიმართვები მათი სიძლიერე მათი мотиваცია ნაწამები ადამიანები მათ შორის რომლებიც ამბობენ რომ ძალიან გააზრებულად ისევ წავიდოდნენ და მაინც წავიდოდნენ ამ აქციაზე აი ეს ისტორიები გვაძლიერებს ჩვენ როდესაც ხო ხშირად არის ისეთი ემოციური მდგომარეობა როდესაც ძალიან ხო ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გადატანა და რაღაცნაირად პესიმიზმიც გიპყრობს ხოლმე ხომ აი ამ ვითარებაში ეხლა გამოსავალი უბრალოდ თქვენი შეკითხვა იყო რა შეიძლება გავაკეთოთ ხო აი რა რჩება ჩვენს ხელთ რატომ სვამ ამ კითხვას მე ჯერ ვერ ვამჩნევ ვინმეს ან ნიჰილიზმს ან იმედის გადაწურვას პირიქით ყოველდღე ახალ-ახალი იმედი თავსებს საზოგადოებას საკუთარი აქტივობები იმიტომ რომ იციან რომ უკან გზა არ არის ხედვა გვაქვს მხოლოდ წინ მაგრამ მიუხედავად ამისა სადღაც სასურველია საინტერესოა მათთვის და მნიშვნელოვანია დაინახონ ჰორიზონტი მაინც სად ჩანს აი რა ბერკეტები ახლა ჩვენს ხელს. კი ბატონო, პირველ რიგში ალბათ ის მშვიდობიანი პროტესტი, უწყვეტი პროტესტი, რაც არსებობს საზოგადოებაში, იმიტომ რომ დუღილის ტემპერატურა კვლავ მაღალია და საზოგადოებამ პირიქით მათი სამართლიანი მოთხოვნის საპასუხოდ უფრო მეტი რეპრესია მიიღო და ეს პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და ასე ჩანს, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება და გაიშლება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოსში მიმდინარე პროცესში
პროცესებზე ყურადღების გასამახვილებლად და მათი ყურადღების ცენტრში რომ დავრჩეთ იმისთვის. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, თითოეული დარღვევის, ტენდენციების, როგორც ინდივიდუალური, ასევე სისტემური რეპრესიული ტენდენციების დოკუმენტირება და ამ ის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი, მაგალითად შეიძლება იყოს თქვა საერთაშორისო პოლიტიკური აქტორები, პოლიტიკური ინსტიტუტები, როგორიც არის თქვა ევროკავშირის ორგანოები, ევროსაბჭოს, რა ვიცი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და EUTOD და ასე შემდეგ, მაგრამ კი ბატონო, ამას გარდა არიან ორგანოები, რომლებიც სწავლობენ, ხო, ანუ ადამიანის უფლებათა დაცვითი მექანიზმებია, სადაც საჩივრების არჩელები დასაბუთებული, ესე ვთქვათ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ხო, უფრო მეტი, ესე ვთქვათ, სტანდარტით, ანუ სხვა ფორმატით უნდა შევიდეს ეს ინფორმაციები. ეს ამ ყველაფერს საკეთებს ქართული სამოქალაქო საზოგადოება და ამისი გაგრძელება ყველა ფრონტზე ეს იქნება საერთაშორისო პოლიტიკური მექანიზმები თუ უფლებადაცვითი მექანიზმების გამოყენება, იმიტომ რომ არ დაიკარგება ის საშინელებები, რაც მოხდა და რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს და ჩვენ ჩართულობას საჭიროებს, მაგრამ მნიშვნელოვანია პარალელურ რეჟიმში ეს მიმდინარეობდეს და დარწმუნებული ვარ, ისეთ რა არის, არჩევნების გაყალბება ერთი საკითხია, მაგრამ წამება არ ადამიანურ მოპყრობა, პოლიტიკური რეპრესიები, საჯარო სამსახურის მიმართ და ასე შემდგომ, ეს არის ის საკითხი, რაზეც ვერც ერთი ქვეყანა გულგრილი ვერ იქნება. მათ შორის ის ქვეყნებიც, რომლებიც შეიძლება იგივე ქართული ოცნების მოკავშირეები არიან, თუ მათ აქვთ პრეტენზია, რომ საერთოდ რაღაც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი არიან, ან დემოკრატიული სამყაროსი, შეიძლება თქვა არჩევნების მიმართ რაღაცა სხვადასხვა პოლიტიკური და მისი შედეგების მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება იყოს, მაგრამ წამების ფაქტების მიმართ ამ სამყაროს ვერ ექნება განსხვავებული დამოკიდებულება და სამწუხაროდ ეს ფაქტები ჩვენთან სისტემურად მოხდა. არჩევნების მიმართაც თითქმის აბსოლუტური ერთიანობა, მაგრამ თუნდაც იმ ცალკეულ ქვეყნებზე ვსაუბრობ, რომ მათთვისაც არ იქნება. არ არის მარტივი ამის, რა თქმა უნდა, არც უნგრეთში ცხოვრობს ისეთი ხალხი და უნგრეთის პრემიერს ხალხი არ უწამებია. იქ არ ყოფილა სისტემური წამება, იქ იყო ბევრი სხვა პრობლემა და ასე შემდგომ, ხო, კი ბატონო, მაგრამ ანუ წამება არ არის ანუ ევროკავშირის ტერიტორიაზე სისტემური წამება, ესე ვთქვათ, ნორმა და მათზე რეაგირების არ ქონა და დაუსჯელობა.